მოვიდა არა მარტო მისი შეკითხვა, არამედ იგი თავადაც მოვიდა ჩვენთან, ჩამოვიდა ავსტრიიდან, დაბრუნდა სამშობლოში. ბროლის ბუს ფლობელი ვახტანგ ელერდაშვილი ითამაშებს მოაზროვნების წინააღმდეგ. საღამოშიდობთ ბატონო ვახო. საღამოშიდობთ ბატონო წამყვანი. დაბრუნდებით დიდ სპორტში ბატონო ვახო. რა გითხრათ, ჯერჯერობით ტელემაყურებელთა რიგებში უფრო კომფორტულია. ანუ ჯერ აპირებ დაბრუნებას ავსტრიაში, ხო? კი. გააგრძელებთ მოღვაწეობას. კეთილი. მაშინ დაუსვათ თქვენი შეკითხვა რაფავას 6 წელს. ბატონებო, 325 წელს ნიკეის საეკლესიო კრებაზე იმდროინდელი ქრისტიანობა გაყოფილიყო ორ ბანაკად. პირველი ბანაკის წარმომადგენლები ნიკეელები ამტკიცებდნენ, რომ ძე ღმერთი იესო ქრისტე მამა ღმერთის ერთარსია, რაც გამოხატულიყო ტერმინში. ტერმინი ეხლა არის მონიტორზე, ახედეთ. ბერძნულ ტერმინში. ზედა ტერმინში იყო ეს გამოხატული. მეორე ბანაკის წარმომადგენლები არიანელები ამტკიცებდნენ, რომ იესო ქრისტეში იყო როგორც ღვთიური, ასევე ადამიანური საწყისიც და ის მამა ღმერთის მხოლოდ მსგავსი იყო და არა ერთარსი. რაც გამოხატულიყო ქვედა ტერმინში. ერთი ვერსიის თანახმად ამ დაპირისპირების შედეგად ქართულ ენაში მოხვდა ცნობილი ფრაზეოლოგიზმი. ყურადღება შეკითხვა. ერთი წუთის შემდეგ მითხარით ეს ფრაზეოლოგიზმი. დრო. ალთა ბალთა ხო არა ეგსო ორსოფენი ვიღაცა იქეთ რაღაცა ორი არის საწინააღმდეგო ზოგი ანუ ხო ხვდები ალთა ბალთა ხანა შალხანა არა ერთი ი არის ჩასული მაგრამ ეს ი არის ეს არის ხო თიოს ხო რაღაც ისია მარტო გასხოვე მეორე რა არის წაგითხვა შეგიძლიათ თამაში ბიჭო რაღაც ფრაზეოლოგიზმი აი რაღაცა რაც ყოფს ორბანაკად ადამიანებს ერთი ამბობს რომ ერთია მეორე არ არის არჩევანი არადანი როგორ არის აი როგორი ერთი ასოთია განსხვავება გესმის თან ერთი მთლიანად არის ერთი გამოყოფილია თიოს ხო თიოსია ბოლო არა თიოსა ხო ხო და რა როგორ რა ის არის ფრაზეოლოგიზმი ბიჭო გაიხსენე ქართული ერთიანი და არა ერთიანი ერთიანი და გაყოფილი ანუ ბატონ დავით ვინ უპასუხებს აი რაღაც ნუ ვერ გავიხსენეთ რა ფაქტია და ნუ ვიტყვით ალთა ბალთა ნუ მიღებული ყურადღება სწორი პასუხი არ თუ ვერ გაიხსენეთ არამედ ვერ ჩაწვდით არს აი ბატონი ვახო კი ჩაწვდა ბატონ დავით ხო შეამჩნიეთ რომ ერთასოშია განსხვავება მე სპეციალურად არ გითხარით ის სიტყვები ბერძნულად იოტისოდენა რასოეკ ეს ორი ტერმინი ჰომოუსია და ჰომოიუსია მხოლოდ ერთი ასოთი ძველ ბერძნული იოტათი განსხვავდება ერთმანეთთან მათ შორის მხოლოდ იოტისოდენა სხვაობა იყო ამ ორ მიმართულებას შორის იოტისოდენა განსხვავება ფრაზეოლოგიზმი რომელიც გაჩნდა არა მარტო ქართულ ენაში სხვათა შორის ბევრ ევროპულ ენაში ვახტანგ ელერდაშვილმა გაათანაბრა ანგარიში და 500 ლარს მიიღებს ევროებში ქალაქ ლინცში